თენგო თევზაძეახლების ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. მე მგონი მთელი ამ 4 ნომრის ლიდერი ხართ, რომელიც ხართ თავისუფლებაზე, შეგიძლიათ მაგალითად ილაპარაკოთ სხვა დანარჩენის სახელით. თენგოს მივესალმები, რა თქმა უნდა, თქვენს და თქვენს კოლეგებსაც ვუსურვებ ყველას იყვნენ თავისუფლებაზე, იყვნენ პოლიტიკურ პროცესში და ამ ქვეყანაში იყოს ზოგადად პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ ძალიან საწყენია, როდესაც ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ეს გვიანოსებენ, როგორ შეალამაზებენ, აწიკწიკებენ თუ რაღაცნაირად რაღაც სხვა სიტყვების იყო გამოყენებული კანონს, სარჩელს, რომლითაც შეიძლება აიკრძალონ პარტიები. თქვენ როგორ უყურებთ, როგორი იქნება ეს, იმიტომ რომ იყო მინიშნება, რომ ეს იქნება პერსონების სია, რომლითაც შევლენ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგესალმებით, მადლობა წარდგენისთვის და მივესალმები პოლიტპატიმრებს, ვინც ამ მომენტისთვის სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულით უსამართლოდ ყველა შემთხვევაში იმყოფებიან ციხეში. რაც შეეხება იმ აკრძალვას, რასაც ქართული ოცნება ასე ვთქვათ ანონსებს ბოლო კვირეებია, მე ამაში ვიქნები გულწრფელი და ვერ ვხედავ იმ სახის პრობლემას, რომელიც შეიძლება იყოს გადაულახავი, მაგრამ პრობლემას ვხედავ ქართული ოცნებისთვის და რას გულისხმობ. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მათივე იმ ეგრეთ წოდებული შედეგებით, რაც 26 ოქტომბრის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შემდეგ მათი ეგრეთ წოდებული კვლევებით დაახლოებით 50%-მდე, 45%-მდე მხარდამჭერელი პოლიტიკური პარტიები გააუქმოს და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ლიდერები. ეს საქართველოს 40%, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო 45%. კი, მინიმუმ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ 54% არ აუღია ქართულ ოცნებას. მაგრამ შევეშვა, თუნდაც 40 იყოს, თუნდაც 35 იყოს, 30 იყოს. 40-ან 45 თუა, მაშინ იმ დილემურ კითხვას ვუბრუნდებით, მაშინ როგორ გაიმარჯვა ოპოზიციამ, რომელზეც არის დაშენებული მანდატები და არალეგიტიმურად გამოცხადება და ასე შემდეგ. არა, ძალიან მარტივი რაღაცა 100%-ს ვერ გავწდებით, ხო? ვერ გავწდებით. თუ ოპოზიციამ მიიღო 45%, ის სხვა პარტიებმა გირჩმა, პატრიოტ ალიანსმა, ასე შემდეგ კიდე 7%. ხო, და არა 10 იყოს 55, ესე ოცნებას რამდენი აუღია? მასაც 45. ამიტომ ძალიან მარტივი მათემატიკით, თქვენი მათემატიკით თანაფარდი ხმები აიღეთ თქვენ და მათემატიკით ჩემი დათვლებით მე მაშინ რაც შეგვიძლია ვივარაუდო და მათ შორის 25 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტიობამაც აჩვენა, ოპოზიცია მოიგო. ოღონდ ოპოზიციამ ვინც ბარიერი გადალახა და ვინც მაშინ ოპოზიციონერად პოზიციონირებდა. მაგრამ რა მნიშვნელობა არ დავუბრუნდეთ წარსულში დებატი ამ თემაზე ხშირად მოდი რა მოლოდინი და თქვენ არ აღიარებთ რომ 40 45 50%-ის ამ ოპოზიციური პარტიის თან 10 პარტიამდე აქ რამოდენიმე ორი პარტია თუ სამი რომელსაც ჯერ არ ვიცი რა შედეგი აქვს იმიტომ დამოუკიდებლად მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მე რას ვაღიარებ მე ვაღიარებ იმას რომ ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება და ამ მრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ის იყოს პოლიტიკაში თუ არ იყოს და ასევე პარტიები არ არიან ანუ ადამიანები მით უმეტეს საქართველოში თან განვითარებადი დემოკრატიის აშენება რო გვინდა და დიქტატურისკენ მიგვაქანებენ. პარალელურად იმ პირობებში, შესაძლოა პარტიებში პრობლემურია შიდა პარტიული დემოკრატიები და არის ეს პრობლემები, იმიტომ რომ ვერ განვითარდა ჩვენი პოლიტიკა იმ დონეზე, რომ შიდა პარტიული დემოკრატიები განვითარდეს. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ლიდერებზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული, მათ შორის ჩვენი პარტიის და კოალიციის ლიდერებზე, ნიკა გვარამიაძე, ნიკა მელიაძე, ზურა ჯაფარიძეზე, ელენე ხოშტარიძეზე და სხვა იმ პოლიტიკოსზე, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და წარმოგიდგენთ, მათ უზღუდავენ, მაგრამ ამაში ვერ ვხედავ პრობლემას მართლა. უბრალოდ მე დაშვებას ვაკეთებ, რომ შემდეგი აკრძალვა იქნება ის, რომ მაგალითად თქვენ აკრძალავენ ჩემს ან ჩემი კოალიციიდან იმ პოლიტიკოსების მოწვევას, რომელიც იქნება აკრძალვა. შემდეგი დაშვება იქნება აკრძალვა იქნება ის რომ ამ ადამიანებს სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობა შეეზღუდება და შემდეგი იცით რა იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა იმიტომ რომ გამორიცხულია პოლიტიკურ პარტიებს რომელსაც 45-40-50% უჭერს ხარს ის აკრძალო და ეს ესე გაივლის და ეს ეგრეთ წოდებული ეს არ არის ქართულ ბანკი მართლა არის ქართულ ბანკი რომ რაღაც საკრედიტო პოლიტიკას შეავსო რაღაც პროდუქტი. თენგო ვიდრე ამ ასე ვთქვათ შედეგებზე ვილაპარაკებთ რომელიც გრძელვადიანში ან შეიძლება ნაკლებად გრძელვადიანში რაღაც საშუალო ვადაში შეიძლება მოყვეს ამ პროცესს მინდა კითხოთ მაგალითად როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი შარმანაშვილები და სხვები დაწერენ სიას მაგალითად ამ სიაში შევა სიტყვაზე ახალიდან მაგალითად ნიკა გვარამია ეს ნიშნავს რომ ახალი და გვარამია აიკრძალებიან მაგრამ
თქვენ პერსონალურად გექნებათ შესაძლებლობა თუ თქვენ არ შეხვალთ ამ სიაში სხვა პარტიის კეთების პოლიტიკაში სხვაგვარად ყოფნით. ანუ ეს მექანიკის დონეზე არ ვთქვა. კანონი ამდაგვარად ხსნის ამ ყველაფერს, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა რომ არ დავღალოთ თქვენი მაყურებელი. არა, საინტერესო ამ ხრივ. კანონი ამბობს რომ ადამიანის აკრძალვა შეიძლება, ანუ ცალკე ადამიანს ვერ შეუზღუდავენ პასიური საქმიანობის უფლება, საერთოდ ვერ უნდა შეუზღუდოს, იმიტომ რომ კონსტიტუცია ამას ამბობს, რომ მან დაიკავოს სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობები, მათ შორის, მაგრამ ამბობენ ესეთ რამეს ბოლო ცვლილებებით, რომ პარტიას აკრძალავ და პარტიასთან დაკავშირებული პირების აკრძალვა შეიძლება. მათ ეს ცვლილებები აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ერთდროულად წარადგინონ ეს სიაც და პარტიებიც. ასევე ხართ პარტიასთან დაკავშირებული პირი, მაგრამ ეს ავტომატურად იქნებით თუ მათივე თანდევის სიის მიხედვით. აი, უნდა არა, ავტომატურად ვერავინ ვერ იქნება, ესე ამბობენ ისინი, საბოლოო ჯამში ფაქტურად პოლიტიკური საქმიანობა ისედაც აკრძალულია ამ ქვეყანაში, მაგრამ მათ წარადგენ როგორც ამბობენ, აპირებენ რაღაც სიის წარდგენას. ეხლა რას განიხილავენ ეს ბოლო 3-4 კვირა, გულწრფელად ვამბობ, რომ არ ვიცი და დიდად არც დავინტერესებული ვარ. იცით რატომ არ დავინტერესებული ვარ? კიდევ ერთხელ განმეორდები. აკრძალვა ვერ იქნება შემზღუდველი ჩვენთვის და მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელიც ახლა საპრობილეებში იმყოფებიან, რომ პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოთ. ვერ იქნება ეს ადამიანები ჩაერთვებიან წინააღმდეგობაში და ართანამშრომლობაში, რის გამოც ისინი დღეს ციხეში არიან. გამორიცხულია. მაინც ხომ გესმით, რომ ეს ქვეყანა პოლიტიკური პროცესი, არჩევნები, ვადამდელი, რაზეც არის მოთხოვნა, ლაპარაკი, ეს გულისხმობს პარტიულ ფორმალურ 10 პარტია იქნება აკრძალული, დაახლოებით, რა ვიცი, ათეულობით თუ ასეულობით ადამიანი იქნება აკრძალული და ვიღაც პარტიები შემოვლენ, მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და მე ვიღაცები გამოვლენ და ეს არჩევნები შედგავთ, გამორიცხულია. ეს ისე ვერ იქნება, ისევ არალეგიტიმური იქნება ის ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ ეს მეინსტრიმ პარტიები თუ აიკრძალება, ახალი პარტიებისთვის გზა გაიხსნება, როცა ამბობენ, თქვენი აზრით ეს გახდება პოლიტიკურ ველზე, მათი შემოსვლა გახდება, ასე ვთქვათ, ცუდი ტონი იქნება ახალი პარტიების შექმნა. საბანკო პროდუქტი არ არის პოლიტიკა. პოლიტიკაში ვიღაცას გავაუქმებ და იმას ბაზარი ჩაანაცვლოს, ესე არ ხდება. პოლიტიკაში არის ღირებულებები, პრინციპები, არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცისთვის 20 წლის გზა გავლა უწევს, ზოგს ეს შეიძლება უფრო მალე მოუწევს. ზოგს საერთოდ ვერ აქცევს მის ამოცანებს და მიზნებს. პოლიტიკა არის ის შესაძლებლობა, როდესაც ადამიანებს ერთის თუ ადამიანებთან გაქვს პასუხისგებლობა ამ მომრჩეველთან და მოქალაქეებთან და მეორეს მხრივ შენ უნდა განსაზღვროს შენი ქვეყნის, მათ შორის ოპოზიციაში ყოფნით, შენი ქვეყნის მომავალი და შენი ქვეყნის კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხები და ახლა ვიღაცას გავაჩოჩე და ვიღაცები მოვლენ აქ უცხო ხალხი, საერთოდ რო არავინ არ იცნობს, ან უბრძოლია, ან არ უბრძოლია, ან რაღაცები გაუკეთებია შეიძლება ამ ქვეყნისთვის, მაგრამ უცებ გავხადოთ პოლიტიკოსები, თქვენ ძალიან გამოსტილი ჟურნალისტი ხართ, არაერთი წელია ყოფილხართ და ხართ ჟურნალისტიკაში და ძალიან კარგად იცით რომ ესე ვერ ხდება. ძალიან კარგად იცით ჩვენმა ამორჩეველმა რომ ესე არ მოხდება და ვერ მოხდება, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს. ამაზე უფრო მარტივი არის ერთპარტიული სისტემა, რაც ქართულ მოცემამ ფაქტურად საპილოტეთ ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დატესტა, რომ სადღაც 30 ოლქამდე 100% მიიღო და 3 ოლქია, სადაც საკრებულოს წევრი ყველა მათი იქნება. ანუ სხვა ოპოზიციური პარტიის ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდანაც არავინ არ იქნება, ხო? ეს არის ფაქტი. შეგეძლოთ ყველას ერთად ხელი შეგეშალათ როგორც მინიმუმ ამ პროცესისთვის. შეგვეძლო ნამდვილად რომ ყველას გამოგვეცხადებინათ ბოიკოტი და 73 ან ყველანი შეცვლილი ყავით არჩევნებში, რომ მე მგონი ის სცენარი, როცა ნაწილობრივი მონაწილეობა იყო და ნაწილობრივი ბოიკოტი იყო ყველაზე სასურველი ხელისუფლების. არ უყურეთ თავარი რატო გრძალავს ქართული ოცნება და ძალიან კარგი შეკითხვაა. არჩევნებისთვის არ არის. არჩევნებში ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვს ამოცანები. ზოგს უნდა რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ეხლა გავიგეთ ადგილობრივზე რომ ზოგს უნდა რომ 3 მანდატი ქონოდა და თითო მიიღეს. ზოგს გამარჯვება უნდა. და ამ ამოცანების მიღწევას რომ ახალბეთ ჩვენ გამარჯვება და ჩვენ აუცილებლად გავიგეთ. მარტონი ხომ ვერ გაიმარჯვებთ. კოალიციური ხელისუფლების და კოალიციურად თავობის ჩამოყალიბებას. იმას იმ ხალხთან ერთად გინდათ გამარჯვება, ვიზეც ახლა ამბობთ რომ 3 და 1 მანდატი უნდა. ამიტომ მარტო დაგესახათ ეს მიზანი, ოპოზიციაში პირველ ადგილზე გასვლა გამოგეცხადებინათ თქვენ ნამდვილ გამარჯვებად და ამაზე დაგეშენებინათ მომდევნო არჩევნებისში კიდევ უფრო მეტის მიღების პერსპექტივა. ქართულ ხალხს არ დაავიწყდება ის შედეგი, რაც დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში მივიღეთ ემიგრაციაში, იმიტომ რომ იქ სამართლიანად ჩატარდა, საერთოდ პირველ ადგილზე გავედით, მთელი ხმების დაახლოებით 35%-მდე მივიღეთ, მაგრამ საკითხს დაუბრუნდები. გამორიცხულია, რომ ხელოვნურად მოხდეს პოლიტიკოსების წარმოჩენა და ვიღაცების, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებად შესაძლებლობა ქართული ხალხისთვის, ეს გამორიცხულია ასევე. ის ადამიანები, ვინც ახლა ციხეში იმყოფებიან და
მრავალი წელია პოლიტიკაში არიან და მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ეხლა მე არ მჯერა, რომ ნიკა მელია მისი ასე ვთქვათ რეიტინგი იქნება თბილისში თუ სხვაგან და ვიცით ხო არჩევნები ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ქართულ ოცნებას ეგონა რომ 100%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, იქ დადო მეორე ტური და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. არ მჯერა რომ ნიკა მელიას ეხლა ვინმე ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსი როდესმე აჯობებს. მე ვფიქრობ ზოგადად რომ პოლიტიკურ სპექტრში ნიკა მელი არის ელექტორალურად ყველაზე ხალხური, ელექტორალური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მქონე ხალხთან მუშაობის მე ამჯერა რომ ნიკა მე მგონია რომ ასევე თქვენი პროცენტების წილი მოდის პერსონალურად მელიას ამ უნარებზე ასევე ამჯერა რომ ვინმე ნიკა გვარამია საკუთარი ხედვების საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელობაში და ამის გააზრებაში და ჩამოყალიბებაში და საზოგადოებამდე მიტანაში ვინმე აჯობებს საქართველოში ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსი. არ მჯერა რომ ზურაბ ჯაფარიძეს ვინმე აჯობებს იმ ხედვებში რა ხედვებიც მას აქვს ეკონომიკასთან, ზოგადად პოლიტიკასთან და თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. არ მჯერა ელენე ხოშტარიაზე უფრო მეტი წინააღმდეგობა გაწიოს ვინმე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან. არ მჯერა იმ ახლებთან დაკავშირებით და იმ ლიდერებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან წარმოჩენილი მარიკა არევაძე, ანა გოგოლაძე, გოგინაშვილი, დავით ჯავანაძე, თუ მოხდა ძალიან ვინმე ჩაგვანაცვლებს ამ წინააღმდეგობაში. ჩემთვის მოსაწონი თუ ჩემთვის მოუწონარი პოლიტიკური ლიდერიც მე როგორც პოლიტიკის ჟურნალისტი მინდა რომ მათ კონდეთ პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა ყველაზე მტკივნეულად, რასაც შეიძლება განვიცდიდე, მე არის პოლიტიკის გაქრობა ამ ქვეყანაში, რომელსაც ჩემი აზრით დიდწილად ხელისუფლება, მაგრამ რაღაც წილით ოპოზიციური ჯგუფებიც უწყობდნენ რაღაც ეტაპებზე ხელს, მაგრამ დიდწილად ეხლა ეს არის 100%-ით ხელისუფლების ინსპირირებული პროცესი, პარტიების აკრძალვა უმძიმესი, მაგრამ მივიღოთ ეს მოცემულობა მათ ხელშია. საკონსტიტუციოც ეს უმრავლესობა ერთი პარტია ახლა გადაწყვეტს ვინ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. რა შემაგებებელი არ ვიცი, ალტერნატიული ვერსია არ არის კატეგორიულად არ არის ნორმალური. კატეგორიულად საკითხზე შევთანხმდით. კატეგორიულად არ არის. რა თქმა უნდა. ახლა მეორე საკითხზე. მე ამომრჩეველმა უნდა გადავწყვიტო თენგო თევზაძე მინდა პოლიტიკაში თუ არ მინდა და არა ვინმე ერთმა პარტიამ. გეთანხმებით და თან ვინ წყვეტს ახლა სასაცილოა ხო ახლა აღარ მინდა ის გვარი და სახელები გავიხსენო. კი ბატონო, მაგრამ რა ალტერნატიული სამოქმედო რუკა გაქვს? გვაქვს სხვათა შორის და ჩვენ პარტიაში და კოალიციაში ამაზე ვჯელობთ. აი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რომ აი თენგო თევზაძე და ანი ქავთარაძე აკრძალონ პირობითად ვამბობ. და მარიკა არევაძე და მარიკა არევაძე არ დაეხმაროს პოლიტპატიმრებს და მას არ გაუწიოს სამართალი. ანუ ანი ქავთარაძე და თენგო პოლიტპატიმრებს კი დაეხმარებით თენგო, მაგრამ პოლიტიკაში პარტიაში არჩევნები უნდა კი ხო და ვინ შევა? არა, უნდა მივდიოდი მაკეთ. კი, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მოუწევს სამართლიანი პირობებით და ამ მომენტში მოუწევს იმ პროდასავლური დემოკრატიული პარტიების მონაწილეობით, რომელიც ჩვენ ვართ. მოუწევს რომ წავკრძალოს ამის მიუხედავად, იმიტომ რომ ამის აკრძალვის უკანწაღებაც მოუღებს. გამორიცხულია არ არსებობს თუ თქვენ მოქალაქეებს ეხლა წავიდა ესეთი რაღაცა რომ შემდეგ არჩევნებს ჩანიშნავს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიღებს. გამორიცხულია ხალხო პროდასავლური ძალების გარეშე ჩატარდეს არჩევნები და იმ ხელისუფლებად წოდებულს კონდეს ლეგიტიმაცია ახლა არ აქვს 54% დაიწერა დაახლოებით 10%-ზე ცოტა მეტი მიიმატაო ვამბობთ რისი დამტკიცება შეიძლება და ახლა არ აქვს ლეგიტიმაცია და ერთპარტიულ არჩევნებში სატელიტებთან ერთად როგორ ექნება ყობახიძე გამოვიდა და საკუთარი სიტყვებით თქვა რომ ლეგიტიმაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ იმ კანონებს რასაც ვიღებთო, ხალხი ჯერ ერთი ჩვენ ვერ აღვასრულებთ და მეორე ხალხი ვერ ემორჩილებაო. ესე შეიძლება ქუჩაში დახვრეტის კანონიც მიიღოს და ფიქრობთ რომ შეიძლება ეს გააკეთოს, მაგრამ მოუწევს უკან წაღებას, სწორად გავიგე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მართლა მნიშვნელოვანია რომ დაიწყონ აკრძალვები პოლიტიკური პარტიების, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მათი დიქტატორულ რეჟიმზე გადასვლის ბოლო საფეხური. კიდევ ერთხელ თქვენთან თქვი მგონი ეთერში წინა რამოდენიმე კვირის წინ რომ ბოლო დარჩა რომ მაშინ ლიკვიდაცია უნდა გააკეთონ ადამიანებს, იმიტომ რომ ციხეში არიან, პოლიტიკურ საქმიანობას უგზავნებენ, რაღა დარჩა, ხო ფიზიკურად გაანადგუროს. ეხლა ამასაც თუ აპირებენ, მე იმ ადამიანებისთვის ეხლა დიდი მნიშვნელობა ვეღარ ექნება იმას თვითონ იქნებიან თუ არა ჩართული. ვერ იქნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართულ ოცნებას და ჩვენ შევხვდებით და ამაზე ვისაუბრეთ. ქართულ ოცნებას მოუწევს არჩევნების ჩატარება სამართლიანი პირობებით და ახლა რო პარტიების აკრძალვას
აპირებენ და ადამიანების იმ პარტიებით და ადამიანებით მონაწილეობას, რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომ მომავალში პოლიტიკაში იყვნენ. და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თითქმის ყველა მათგანი აპირებს ლიდერებს გულისხმობ ციხეში არიან პოლიტიკაში ყოფნას და გაგრძელებას, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წინაშე, მეორე რიგში აქტივიზმის ფორმით. თენგო რატო ვასწავლეთ? პარტიების და პოლიტიკის კი ძალიან მარტივად მესმის და მარტივად. აიგრძალება რა ბერკეტი დაგრჩებათ. თუ პარტია აიგრძალება, დაგრჩება ბერკეტი არ თანამშრომლობის და წინააღმდეგობის, ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს როგორც ვამბობთ და ნენელა ეს უკვე ჩანს სურათში ჩემი აზრით, უბრალოდ წმენა უნდა დავიბრუნოთ გამარჯვების და ამან ის რომ წმენა არ არის, ბევრს ადამიანს შეიძლება ეს კიდე სხვა გამომწვევი მიზეზები აქვს. მოუწევს ბიძინა ივანიშვილს უკან დახევა და მოუწევს ამ პარტიების აღდგენას. საქართველოში ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ შემდეგ კომუნისტური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. საქართველოში იყო ერთპარტიული სისტემა, თქვენ გახსოვთ შეიძლება. კი, მახსოვს ნამდვილად. ერთპარტიული სისტემა იყო და კომუნისტურ პარტიას მოუწია დათმობაზე წასვლა და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. როდესაც კონსტიტუციის დონეზე, ახლა ხო კონსტიტუციასთან რაღაც კანონმდებლობის შესაბამისობის მოყვანას ცდილობენ, არამედ ის კონსტიტუციის მაშინდელი ეგრეთ წოდებული კონსტიტუციის დონეზე იყო დაუშვებელი და ერთპარტიული სისტემა არსებობდა და მოუწია დათმობაზე წასვლა დამარცხებას და შემდეგ ხელისუფლების გადაბარებას. ეს მოხდება აუცილებლად. გამორიცხულია ბოლო ეტაპია. ნუ ეშინია, ნუ რავის, თუ ვინმეს ეშინია, შეიძლება ეშინოდეს ადამიანებს, რომ აი პოლიტიკურ პარტიებს გზალავენ და რა გოშლევ. არამედ პირიქით ეს შეიძლება იყოს დამატებითი мотиваტორი პოლიტიკოსების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისა, მათ შორის პოლიტიკაში იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, ღვაწლის, შრომის, ბრძოლის, წინააღმდეგობის დაფასებისა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ძალიან აი განჭვრეტადია პროცესი. ქართული ოცნება რასაც გააკეთებდა, ეს იყო განჭვრეტადი. რატო? იმიტომ იყო განჭვრეტადი, რომ აღიარეს, რომ ჩვენ კანონებს ხალხი პატივს არცემს. და ეს იმიტომ კი არცემს, რომ ხალხს წესრიგი არ უნდა ქვეყანაში. არამედ იმიტომ არცემს პატივს, რომ ეს კანონები არის სიბოროტე და ეს კანონები არის უკანონობის გამართლება სამართლებრივად. როგორ შეიძლება 45% აძლევდეს, 50% უჭერდეს ხარს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და თქვა შენ ერთ დღეს, რომ ესენი 20 წლის წინ ჯერეთი ჩვენი პოლიტიკური პარტია საერთოდ არ იყო წინახელს 50%-იც რომ უჭერდეს, ამატებ, 1% უჭერდებს ხარს. არა და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და დავამატო. ჩვენი კოალიცია არ იქნება ამ რეჟიმთან თანამშრომლობაში არც ერთ შემთხვევაში, სხვათა შორის სხვებისთვის გასაგუნად ვამბობ, ვინმეს თუ აქვს განცდა ან ინტერესი, თუ რომელიმე დემოკრატიული ან ოპოზიციური პარტია იკრძალება და ჩვენ მათთან შევალთ რაიმე სახის თანამშრომლობაში და თამაშობანში. მაგალითად, რომელიღაც პარტია აიკრძალოს და ჩანიშნოს ახალი გადამდელი არჩევნები, არ წახვალთ იმ არჩევნებში. ეს იქნება არასამართლიანი არჩევნები, ეს იქნება არათანასწორი არჩევნები და ეს იქნება არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლის სასურველ პოლიტიკურ პარტიებს არ აღებინებენ მონაწილეობას იმ мотиваციით და მიზეზით, რაც არის არაკონსტიტუციური. კონსტიტუციური რო იყოს, ეს იქნებოდა მისაღები. მაგალითად, რომელიმე პარტია ომის პარტია რო იყოს, მინდოდა მეკითხა ახალი მოთხოვნა დაამატეთ არჩევნებს და პატიმრებს, ეს არის მთავრობის გადადგომა, რა პროტესტის დინამიკა როცა იკლებს, მოთხოვნა აკლდება, თქვენ ამატებთ მოთხოვნას, ეს რაზეა გათვლილი, აი ნახევარწუთი. 4 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ხო არ იკლებს პროტესტის დინამიკა. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არ იკლებს, უბრალოდ ეს ადამიანები შეიძლება მოქალაქეები გადაიღალა, მაგრამ ჩვენ რო დაუძახეთ, ოპოზიცია რო დაუძახა, სამოქალაქო საზოგადოება რო დაუძახა, პოლიტპატიმრების ოჯახმა რო დაუძახა, გამოვიდა გარეთ, ამიტომ მოთხოვნა მთავრობის გადადგომა და არის ქართული ოცნების მიმართ პასუხისგებლობის აღების შესაძლებლობა, ეს მათი შანსია, რომ კრიზისიდან გამოსვლა, თუ ესენი საერთოდ თვლიან, რომ კრიზისში არიან, ესე ასე ვთქვათ, გამოვიდნენ, სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ უკან დახევა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ამაში ვარ დარწმუნებული, ისე როგორც არასდროს და ისე როგორც მადლობა პირობა ამისთვის. მადლობა.